გასაკვირველია ეს ამის ნიმუშია, და არის დაუშვათ შეიძლება მოყვეს აი ამ წელს რაიმე სხვა გაგრძელება რუსეთის საპატრიარქოს. რუსეთის საპატრიარქოს არასწორი ქმედება გამოიწვევს კონტრქმედება საქართველოს საპატრიარქოდან. ორი ავტოკეფალური ეკლესია ესეთი სივრცეში მართლმადიდებლური. საკმარისია რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაუშვა შეცდომა და აღიაროს ეს ორი რეგიონი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას და მის საპატრიარქოს ხელი ექნება გახსნილი და ანალოგიურს გააკეთებს სხვა რეგიონის მიმართ. არ მინდა ხო თქვა. რასაც ძალიან უფრთხის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია. ყველაფერს თავი დავანებოთ შემაკავებელი მოხუჭების ამ შემთხვევაში ჩვენ საპატრიარქოს ხელთან. თუმცა ეს არის საპატრიარქოების ურთიერთობა და ალბათ მაგრამ ამ შემთხვევაში პოლიტიკა კეთდება. და შემაჯამებდა ჩვენი საუბრისა, იმიტომ რომ მეორე ნახევარში ჩვენი გადაცემის ხელისუფლების წარმოადგენელი მოვა და ისაუბრებს თავის ხედვაზე გუშინ გამოსვლასთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი მოსაზრებაც და აი ეს კითხვაც რომელიც გაგიჩნდათ ხელისუფლების მიმართ უმრავლესობის მიმართ და თავად პრეზიდენტის მიმართ გუშინდელი გამოსვლის მერე როგორ ჩამოაყალიბებდით მთავარი საკითხი მე ვფიქრობ არის არა ის რა უნდა გავაკეთოთ არამედ როგორ უნდა გავაკეთოთ და ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ მიზნების მიღწევის სტრატეგიის სწორი ფორმირება არის თუ არა ჩვენი ინსტიტუციები, ჩვენი ინსტიტუტები, სახელმწიფო საჯარო სექტორი მზად იმისათვის, რომ აი ასეთ რთულ გამოწვევებს გავუმკლავდეს. აქ არ იგულისხმება მარტო ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები, აქ იგულისხმება ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც დაწყებულია, მაგრამ ალბათ კიდევ უფრო დამძიმდება მომავალში, იმიტომ რომ ამ კრიზისს, ასე ვთქვათ, სოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე და ფინანსურ კრიზისს გულისხმობ, ჯერჯერობით შერბილების არაფერი არ უჩანს, პირიქით უფრო მძიმდება ვითარება და ამისათვის ჩვენ გვჭირდება არა მარტო სწორად განსაზღვრა იმისა თუ რა უნდა გაკეთდეს, არამედ სწორად განსაზღვრა იმისა თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი და ამ მხრივ მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო სექტორის გაძლიერება, მათი ინსტიტუციური სიძლიერის განვითარება და მათი მდგრადობის განვითარება. მხოლოდ ისეთ სახელმწიფოებს შეუძლიათ უფრო ეფექტურად გავამკლავდნენ აი ამ გამოწვევებს უსაფრთხოების იქნება ეს თუ ეკონომიკის თუ რაიმე სხვა, რომელსაც აქვს ჯანსაღი ინსტიტუტები და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ პრიორიტეტად უნდა იქცეს. და თქვენ მოგონებთ რა კითხვა გექნებათ ხელისუფლების მიმართ გუშინდელი გამოსვლის შემდეგ. ხელისუფლების მიმართ ერთ-ერთი კითხვა მაქვს, რომ რატომ არ უნდა ხელისუფლებას ის რესურსი, რომელიც საქართველოში მის გარეთ არსებობს, მთლიანად გამოიყენოს ამ პრობლემის მოგვარების საქმეში. ის თემა ის რომ ნაწილი საზოგადოების ხელისუფლებას აკრიტიკებს მეორე ოპოზიციაში უდგას ასე შემდეგ არ ნიშნავს იმას რომ ამ საქმეში თქვა არ შეიძლება ერთმანეთს დავეხმაროთ და საქმე მოვაგვაროთ. მე უნდა გითხრათ ერთი რამ, როდესაც ფრანკოს ძალიან გაუჭირდა ადმირალ ფრანკოს თავის დროზე 70-იანი წლების დასაწყისში ესპანეთის იმიჯის შექმნა ევროპის სივრცეში, მაშინ ძალიან ძლიერი იყო მოგესალმებით ეს დემოკრატიული მოძრაობის აღარ დეგოლის გადადგომის შემდეგ ახალი და ასე შემდეგ. მან დაიწყო ზუსტად ოპოზიციის გამოყენება ამ თვალსაზრისით. თუმცა ოპოზიციის გამოყენება არასწორი სიტყვა ალბათ ეს იყო საზოგადოების იმ ნაწილის გამოყენებაც კი გამოყენებას ვიხმარ სიტყვას სხვა სიტყვის ძებნის დრო აღარ არის გადაცემა თავდება, რომელიც ემიგრაციაში იყო და გაქცეული იყო ესპანეთიდან. ესპანეთის იმიჯის ასე ვთქვათ შესაძლებლად. და თვალშორის გასაგებია რეზულტატი მიიღო. უზარმაზარი ფული დაიხარჯა ამაში. თვითონ მდგომარეობა შეცვალა ქვეყანაში, ესეთ პერიოდია ხუან კარლოსთან დაახლოებით და ასე შემდეგ. ასე თუ ისე მე ვთვლი, რომ აი ამის გაკეთება საქართველოს ხელისუფლებას ხელისუფლება იმ რესურსების გამოყენება აუცილებელია და კითხვაც არის და ასეთი სტრატეგიებაც არის. პრინციპში პასუხიც არის მაგ კითხვაზე თქვენ. დიდი მადლობა. შეგახსენებთ ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები იყვნენ ექსპერტები ბატონები მამუკა არეშიძე და ლევან ცუცქირიძე. ჩვენ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდგომ განვაგრძობთ გადაცემას. რადიო უცნობი წარმოგიდგენთ ჭიჭიკო და ბიჭიკოს შოუს. განვაგრძობთ გადაცემას. ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი დავით დარჩიაშვილი. ისევ იმავე თემას ვაგრძელებთ. საუბარია საქართველოს-რუსეთის ურთიერთობები და როგორ წარმოადგინა გუშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს ურთიერთობები თავის ყოველწლიურ მიმართვაში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას. რა იყო ახალი ბატონო დავით? რასაც ელოდით და ან არ ელოდით და უცბად სიურპრიზად მიიღეთ.
პატარა დათქმა წინასწარ ბოდიში მაყურებელთა იმ ნაწილს, ვისაც შეიძლება თავი მოაბეზრო 2-3 დღის წინ თამუნა ჩიქოვანთან საუბრობდით საგარეო პოლიტიკურ ასპექტებზე, ახლა ისევ იგივე ეთერით საუბარი, ეს არ არის ჩემი ბრალი, ეს არის ჟურნალისტების მოწვევა. თავისთავად სასიამოვნოა ერთი ფაქტი, რომ ხელისუფლების უმრავლესობის წარმომადგენლები თანხმდებიან საუბარს. კი ბატონო. ეს ძალიან სასიამოვნოა. და ახლა რაც შეეხება კითხვას, რა ითქვა ახალი. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ უსაფრთხოებით ასპექტებს, მე ვფიქრობ, რომ განმეორდა ის, რაც არაერთხელ თქმულა, როგორც უშუალოდ პრეზიდენტის მხრიდან, ისე მთლიანობაში მთავრობისა და პარლამენტში უმრავლესობის წარმომადგენელთა მხრიდან, აქ რაიმე სიახლის ადგილი არ ქონია და ვერც ექნებოდა, რამდენადაც ვითარებაც არ არის მაინც და მაინც შეცვლილი. ჩვენ ვსაუბრობთ აგრესიაზე რუსეთის მხრიდან და ამ აგრესიის აღმოუფხრელ შედეგების არსებობაზე. და მიმდინარეობს ომი, ბრძოლა, რაც ქნებავ დავარქვათ დიპლომატიური გზებით და ვიტყოდი ასე ვთქვათ საკუთარი ეკონომიკის, სოციალური და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდირების გზით. რათა დაველოდოთ იმ მომენტს, როდესაც რუსეთი ხელს აიღებს იმპერიალისტურ პოლიტიკაზე, რევიზიონისტულ ზრახვებზე და შემდეგ. აქ ახალი ჯერჯერობით არაფერი არ არის. რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკურ სფეროს, აქ ვფიქრობ და აქცენტები ისევ დაისვა იმაზე, რაც მეც მგონია, რომ არის ყველაზე უფრო აქტუალური. ეს არის უმუშევრობის პრობლემა, გაჭირვების პრობლემა. თუმცა ეს არის პრობლემები, რომელიც არსებობდა 2008-ში, 2007-ში, 2006-ში. კი, რა თქმა უნდა. სხვადასხვა დოზით. სხვადასხვა პრობლემები არსებობს, იმიტომ რომ როგორც ვთქვათ, სრულიად იდეალური დემოკრატია არ შენდება თითქმის ცარიელ ადგილზე რამოდენიმე წელიწადში, ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ დემოკრატიის თვალსაზრისით თითქმის ცარიელი ადგილიდან მოვდივართ, მე არ გულისხმობ საუკუნეობრივ სახელმწიფოებრივ ტრადიციას. ასევე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა, ყველა იმ პრობლემის აღმოფხვრა, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაშია და ბუნებრივია საქართველოს ეხება ეს ყველა პრობლემატიკა, ხელის მოსმით შეუძლებელია. სასწაულები არ ხდება, მაგრამ რაღაცა კეთდება და რა არის კიდე გასაკეთებელი, აი ამის კონტურები იქნება მონიშნული. ყველაზე უფრო ახალი იყო ფოკუსირება საშუალო ფენასაც ვერ დავარქმევთ იმ ადამიანებზე, ვინც არ არიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, მაგრამ ვისთვისაც ძალიან გაძვირდა და გაძვირდა ძირითადად გარდაუვალი გარემოებების გამო ჯანდაცვით მომსახურება. აი მათზე იყო ფოკუსი, რა თქმა უნდა, დაველოდოთ შედეგებს, როგორ იმუშავებს აი ეს ახალი სადაზღვევო ინიციატივები, რომელიც გაშღერდა გუშინელ გამოსვლაში. მაინც იმ კითხვას მიუბრუნდები, რომელიც საქართველოს-რუსეთის ურთიერთობას შეეხება და ზოგადადაც ალბათ საერთაშორისო მდგომარეობა საქართველოს გარშემო, იმიტომ რომ ბევრწილად ალბათ ასეთი ტიპის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა ასეთი პროცესებისა ბევრწილად არის დამოკიდებული იმ საერთაშორისო დახმარებაზე და კრედიტებზე, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ელოდება. გუშინ პრეზიდენტს ჰქონდა ერთი მოსაზრება, რომელიც ახალი არ არის და ვიცით ყველამ, რომ ეს არის დაუმთავრებელი ომი ჯერ, ომი რომელიც გრძელდება და ეპიტეტები ჯერმანაც ვახსენებ, გადაცემის პირველ ნაწილში დიდი მტერი, პირველი მტერი და ასე შემდეგ და არის მეორე ნაწილი, რომელზეც ისაუბრა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გუშინ, როდესაც შეეხო ენგურხის სისტემას, რომ კოშმარი და უბედურება იქნებოდა ჩაბნელებული საქართველოს დღეს. ეს რა პროცესია, თანამშრომლობა მტერთან? აი დავუშვათ ეს მოდელი ბატონმა ექსპერტებმა, რომლებიც პირველ ნაწილში იყვნენ გადაცემის, ეს მიღებული ფორმაა. თუ მცირე სახელმწიფოს არ აქვს სხვა რესურსი დიდ სახელმწიფოსთან ურთიერთობისა, შეიძლება ასეთი ფორმაც გამოიყენოს. ეს არის შეიძლება ოპოზიციონერის ციტირება და დათანხმება. გუშინ გია თორთლაძემ თქვა ნაპოლეონის სიტყვები, რომ პოლიტიკაში გული არ არის, პოლიტიკაში გონებაა. პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა.